ახლა კი სტუდიაში მინდა მოვიწვიო არაჩვეულებრივი ბიჭები, აბა საიდან ნიკოლოზ? გურჯაანიდან. აი არ შეგიძლია რომ არ გამომამწარო, ხო? რა ვიცი ვერსია ვთქვი მე. არა, ბიჭო, არა. არა, ისე ბედნიერი დაიწყე. ასე ვიწყებ ხოლმე. ხო. კაი, ხუმრობა იქით იყოს გურჯანელებს, არაფერს არ ვეჩი, ღმერთმა ყველანი მაგრად ამყოფოს, კახელები, განსაკუთრებით, ეგეც შენ. მოკლედ სტუდიაში მინდა მოვიწვიო არაჩვეულებრივი ბიჭები, რა თქმა უნდა თელავიდან, ჩემი და არა მარტო ჩემი საყვარელი ანსამბლი წინანდალი. მოგევლი არაჩვეულებრივი. ეგენაცვალე, ჩვენივრად გამოიყურებით რა. მე იქ ვეღარ ჩამოვდივარ თელავში და მე დაგიძახებთ ხოლმე და გაგახარებთ რომ ისე ვიგრე გამოიყურებით. ხო ხარ მაგრამ. ათასჯერ მაინც უნდა ჩამოხვიდე არ შეიძლება. არ შეიძლება კი ბატონო. დაგვესტუმროთ. რა თქმა უნდა მადლობა სტუმრობისთვის, გენაცვალეთ და თელავიდან მომბრძანდებით, ხო? კი. თელავიდან ჩამოხვიდეთ. ნუ იმას აღარ ვკითხულობ რომ გომბორიდან გადმოხვიდოდით ახლა თავი. კი, ესია. კონსორე მარშრუტი ზუსტად ვიცი. თუ კი რამე ხდება თელავში ჩემო ნიკოლოზ რა, სტუმარი ჩამოდის უფრა იშლება. ყველა თქვენ აი ყველას მასპინძლები არიან ეს ხალხი. ოღონდ აი რაც თავი მახსოვს. პატარა ხო არა 47 წლის გავხდი. ამასობაში. თუმცა პატარა კი ვახსოვარ ამ კაი ადამიანებს, იმიტომ რომ ბატონი გურა მე ხაი ვერ მივდივარ იქით რომ სხვანაირად ჩემი მასწავლებელი იყო. უთხარი ახლა მთელ ქვეყანას როგორი მოსწავლე ვიყავ, ვიღოთ მართალია. უთხარი ახლა. მართალია. უთხარი ახლა მთელ ქვეყანას როგორ ვაცდები ხოლმე. ხო და გურამი მასწავლებას კი ახსოვს, ჩემ რა ვისაც ახსოვს. ბიჭებსაც რა თქმა უნდა, კაცო, მაგრამ იმ შენ არა. იქით პატიკოს ქელი. ხო და როგორმე იცი რა აი ამ მასპინძლობაში კი გავიდა რამდენი წელი თქვენი ანსამბლი დაარსებით 35 წელიწადი მე დავში ესე იგი მე მინდა აქვე ვთქვა ჩემო პატა რახან 35 წელია და რა თქმა უნდა ეს არ არის ძალიან საკმაოდ დიდი ხანია რა და მინდა დავიტო იმის უფლება რომ ერთი 35 წელი კიდევ უნდა მოხვიდეთ ასე სტუმრად რა ჩვენთან ეს ორმაგად სასიამოვნო ანუ ჩვენი შოუს 35 წელი კიდე იქნება თქვენს მოყვალთ ასე და რა ვიცი რა შეხმატკბილებულად ვიმოქმედოთ ხო და ამ ამბავში რა არის იცი მასპინძლები იყვნენ მეთქი ყველაზე კარგი რა რომ ფინალში რომ გავიდე რომ დავამთავრო აზრი რომ დღესაც თქვენ მოგიწევთ მასპინძლობა, რო იცოდეთ რა. იმიტომ რომ უნდა იმღეროთ დღეს ისე არ გამოვა და აბა სხვანაირად როგორ რა. იცი რის თქმა მინდა, ხა 35 წელს ვახსენებ და რა თქმა უნდა რაღაცა თაობებმაც გაიზარდნენ და ეხა თაობებიც მოვიდნენ ბატონებო და შეიძლება ბევრჯერ გაქვთ ნათქვამი, მაგრამ ეხლა ისეთი თაობა გიყურებს, რომ არ იციან ბევრი რამე ამან სამ შესახებ და სწორედ აქვს ამას პროცენტულად ბევრი პროცენტი მნიშვნელობა დღეს ჩვენი სტუმრები ბრძანდებით. ვინ დაარქვა წინანდალი ანსამბლს? მე რა. ასმანი წინანდალი? ხო. ეს დაარქვა ბატონმა გურამმა. რას ვიძახდი, როგორი მასწავლებელი მყავს? რატო, რამ განაპირობა, რა ხდება? იმიტომ რომ ძირითადად ანსამბლში მაშინ მეტი როგორც გაუზნობლია თუ უფრო წინანდლის კულტურის სახლის ბაზაზე შედგა ჯერ ჩვენი შეწება. და მაგისა, ნუ წინანდალი როგორც სოფელი 19 საუკუნიდან უკვე პოპულარული იყო. ძალიან დიდი ინტელიგენცია ჩამოდიოდა როგორც პეტერბურგიდან ისე ევროპიდან, მან ძალიან ბევრი ღვინო ცნობილი იყო რა თქმა უნდა და ვიფიქრე რომ უკეთესი იქნებოდა რაღაც ძებნაც აზრი აღარ აქონდა ახალი ველოსიპედი. ხო, ახალი ველოსიპედი გამოიყო. დამეთანხმდნენ ბიჭები, მაშინ ბიჭები ვიყავით, ჩამთმიანი ბიჭები. მაშინ პატარა ახალგაზრდები. ხო და დამეთანხმდნენ, როცა ვთქვი რომ მოდი ეს სახელი დავარქვა და შეგვჭა ეს სახელი ბოლომდე. და მაგრათაც გაამართლა. ალბათ,
ძალიან კარგია, მე ძალიან მომწონს, მაგალითად ეს სახელი და ხალხმაც რო იცოს რო დააკვირდე რა ძალიან გემრიელი თეთრი მშრალი ანსამბლია. ჩიგარი. კარგია. ესე იგი ჩეოპატა რა მაინტერესებს ახლა ეს გადასარევად რაც გამოსდის და 35 წლის და კარგად რო არ გამოდიოდა ეს 5 წელიწადში დაიშლებოდა. 35 წელი რომ მოდიან ესე იგი აკეთებენ იმ საქმეს რაც მართლა კარგად გამოსდი და იმის გარდა ვირა პროფესიის ბრძანება ხო ყველა ახლა ეს რაღაცა სხვა საქმიანობითაც ხო არიან თავისთავად დავიწყოთ ბაქედან. მე სპორტით ვარ დაკავებული, მწვრთნელი ვარ ჩოგბურთის. პროფესიით იურისტი ვარ, მიწევდა იქაც საქმიანობა, მაგრამ საბოლოოდ სპორტი და სიმღერა ვარჩიე. კარგი, ისე სხვათა შორის ეხლა რომ უკვირდები, რაღაცა კარგია. ალუბლების შესული ყრეცი მომაში. კარგად გამოვა რა. დამეხმარა. არა მეცადინებ ხო, მე იქაც აღმოჩენებს არაკეთებ. დამეხმარა. კარგი, გაგრძელებაც აქვს, თან იურისტია, ხო შეიძლება 33 წელი მოჟორებ და გვიმი და გამოუტანა განაჩენი. შვენიერი. იცი რა, ერთი კითხვა გამიშთა ახლა, აი რაშიც ავარჯიშე ბავშვებს თუ ყოფილა შემთხვევა რომ გადმოგიბირებია ის რომ სიმღერისკენ წამოსულა ბავშვი. ყოფილა ეგეთი რა? სხვათა შორის იყო ჩემი ხელშეწყობით ესე ვთქვათ, რო აღმომიჩენია ნიჭი. ეს ჩოგბურთი არა, მაგრამ დიახ. კი. იცი შეხება შოგბურთის ვარჯიშის დროს რომ ბავშვი ღიღინებს კი უნდა წამოიყვანოს სამღერა. არა, რო აღმომიჩენია რომ იმას ნიჭის სმენა ქონია კარგი. თან ჩოგბურთი ისეთი სპორტია, ხო ის ენერგიას ხმასაც ვაყოლებენ იხამას ხო და მაინც ის მასალა იქითაც რომ მომართული კარგი. ყოფილა, არაერთხელ სხვათა შორის, არაერთხელ. კი. რას ლაპარაკო? მithia შობლისთვის რომ ამას სმენა. არა, იცი რატო? იმიტომ რომ თელავი გასაგებია თავისი კულტურული მიმართულებით ძალიან წარმატებული ქალაქია ბევრ რამეში, მაგრამ ბევრი მიმართულებით, მაგრამ ჩოგბურთი ძალიან ბევრი წლების წინ ჩვენ ისეთი სერიოზული კორტები გვაქვს, ასე ვთქვათ, ესე ქვია ხო მაგას რა და საერთაშორისო ტურნირები იმართება და არაჩვეულებრივი ადამიანი ხელმძღვანელობდა. ბატონი გია სიმონიშვილი, ეხლა მისი ვაჟია იქ, ხო ისია და ძალიან იცი რატო ამბობ ამას, თეატრთან იყო ახლოს და რეპეტიციების დროს თხაცატკუცი შემოდიოდა ხოლმე და გაჩუმეთ ეხლა რეპეტიცია, მაშინ ეგეთრე. იყო ხოლმე ერთი ამბავი, ბურთი ვარდებოდა, აბა მოგვაწოდეთ არის შოებოდა ეს ბურთები და მოკლედ ეხლა გავიარე ამ ბოლოს, რასაც იყავი და ინფრასტრუქტურაც კარგად თავად გაკეთებული და წარმატებები რა ბურთი და კარგი იქნება მაგრამ იქ ბურთი აღარ ვარდება და მაგარია წარმატება თქვენ შესახებ ძირითადად კულტურის სფეროში ვარ დაკავებული კულტურის სფეროში მაინც მონათესავე ის იურისტი და ჩოგბურთი პროჟორს არის კარგად წლები თქვენ როცა მიხვედით მე ის პერიოდიც მახსოვს პატარა ვიყავი მაგრამ მახსოვს რა და ანუ ინჟინერია ხო პროფესიით ხო არა თან ჩემს სახელთან გვარი ახლოსაა პაატაშვილი ბრძანდება არავინ ისე მოვიყვანს სამი პაატა ვართ აქ ერთი პაატა ორი პაატა და პაატაშვილი აბა რა აში ჭირდება ამ საქმეში აში აბა მე რა ბატონო თქვენ შესახებ რო გითხრათ მე რა მაყურებელს ვთქვათ თორე მე მოუყვები ზეპირად ყველაფერს მეც ბატონო პაატა პროფესიით სპორტსმენი გახლავარ სპორტში მუშაობდი ვიმუშავე დაახლოებით 35 წელიწადის ვიყავი სპორტული სკოლის დირექტორი თან ეხლა იმაში 35 წელიწადში სპორტსმენი თან მღეროდით თქვენ თან მღეროდით შეგი რომ გადამობირებები მიდიოდა ოდითგანვე თან მღეროდი კიდეც და აი ამ სიმღერის სიყვარულმა რომ თქვენ ისე მაინც დაგტოვოთ მაინც და ისე შევახმატყვილი ერთმანეთს ორივე სამსახური რომ არაფერში ხარს არ მიშლიდა და დირექტორებს კარგად გამოდით ზოგადად სიმღერა დირექტორი რო ხარ უნდა იმღეროდე აბა სამღერად გაქვს არა ამჟამად აღარა ვარ დირექტორი მორჩა ახლა დირექტორი მხოლოდ ერთი დარჩა და თან ისეთი საპასუხისმგებლობნა ხელაველებისთვის რომ ბატონი გურამი ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმის დირექტორი ხარ და მაგრაულის რა ნამდვილად ვიცი რა ერთხელ დამჭიდა ერეკლეს ხმალი მათხოვე ხვალე ბიჭები ვსვათ მეთქი და არ მომწა ცოცხალი თავი
კი არიან ვიღაცები თავდასაჩენი, მაგრამ ვინ მოგწევს ის ხო? ო, ახლა ებიჯოთ რუჟმით მოხერხოთ რეგლეს. კარგი. უშევაწუხებთ რეგლეს. ძალიან ბევრი საქმეა მუზეუმში, ალბათ პედაგოგობას გაანებით თავი, ხო? კი. უკვე მე 20 წელია სწრაფად გარბის დრო. გუშინ მგონია, მაგრამ მე 20 წელია უკვე მუზეუმში ვარ და მართლაც რომ ერთი შეხედვით თითქოს 7 წყნარი დაწესებულებაა, მაგრამ დუქს ყველაფერი რო შეხვალე, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ვიზიტორებს ვიღებთ, ღონისძიებები ტარდება ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი ღონისძიებები, სამეცნიერო კონფერენციები. თითოეული ესპანეთი როგორ გაქვთ მოულილი, აი ეს მე ძალიან მიყვარს იქ მოსვლა და კი. ჩვენი ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილია. ყველაფერს ვცდილობთ, ყველაფერს რომ რაც შეიძლება მოული იყოს, აი ესთეტიკური ხარე მუზეუმისა რო შემოვა ადამიანი უნდა უხაროდეს და ძალიან ბევრ საღმონიშნავს ხათ შორის ვინ შემოდიან რომ ძალიან კარგად არის ყველაფერი. რო იტყვიან სახლი ეზოდან იცნობაო ესე რა უნდა. კი ბატონო. მოდი ახლა დაუბრუნდით რა თქმა უნდა. ძირითად თემას. კი ბატონო. ხო, ძირითად. აი ეს გაინტერესებდა ეს. სულ მაინტერესებდა თქვა. აი ეს თქვენი ეს ცნობილი კოვზებით ხო? არა, დანაჩანგალზე ბევრია გადასული, მაგრამ ეს კი ვერ გამოდის ეს ახლა დანაჩანგალს ბევრი ხმარობს ხორცილებში და ვატება. ეს როგორ დაიბადა ამის იდეა? ვინმე ერთ ხლავნა დაიწყო შინაურად. მოკლედ ვართ გამაძღრები. მაგეთკენ მივდიოდი, მე ერთი იდეა იყო თუ სუფრაზე რაღაცა იმკოსდა, კან რო გადააგდოდა. რა ხო ეს ვიღაცას ეს სიმღერა მერაბმა ჩამოვიტანა თბილისიდან, სტუდენტი იყო ეს მაშინ და სხვა შორის ცოტა სხვანაირად იმღერებოდა. ჩვენ რაღაცანაირ ჩვენი ინტერპრეტაცია მივეცით ამ სიმღერას და მაშინ ჯერ ანსამბლი არ იყო, სამნი ვიყავით, მე მერაბი და მერთმა ნათელი შემყოფოს ლევან ლაშხი, არაჩვეულებრივი კოლორიტი, თელავის კოლორიტი ნამდვილად და როცა მერაბიმ გიტარაზე აიღო ეს სიმღერა და იმღერა, ლაშხმა ძალიან კარგი რიტმის გზნობა ჰქონდა, ძალიან რაღაც საოცარი შეიძლება ითქვას თვითდანაბადი და ეს აყოლა ეს რაღაც სუფრაზე. ვა, გამოვიდა იდეალურად რაღაც კარგი და აბა რა კი წავიდა და მე გავასწორეთ უფრო რო იტყვიან და დაიხვეწა თავისავად ხო და ძალიან პოპულარული სიმღერად იქცა, ასე ვთქვათ. თითქმის ყველა გემოვნებას მოერგო, ყველა ადამიანისა, ყველას უხარო და ყველა ითხოვდა რომ გვემღერა ეს სიმღერა და კი ბატონო. ძალიან დიდხანს იტრიანა ამ სიმღერამ, დიდხანს. ჩვენთანაც გვიკვირდა უბრალოდ. ჩვენთანაც შესრულებულია და სანამ მაღაზიე მივალთ დღეს რას შეგვისრულებთ. ეხლა ყველა დავთქვი რა დასაწყისში რომ ბევრი სტუმარი იყო, ბევრი მიმსვლელი იყო, მოსვლელი კონცერტები, გასტროლები და რაღაცა ისტორიები გექნება. ამის მასტერი თქვენ ხართ, გურამასწავლებელი. უნდა რაღაცა უნდა გაიხსენო, კარგები. გინა ანეკდოტი, გინა ამბავი, ხო იცი? ყურები გვაქვს დაცქვეტილი, რომ მაინც რაღაცა ახალი ჩამოვტანი ხარ და აბა გისმენთ ახლა. ნუ კუბაში ვიყავით. საბჭოთა პერიოდი იყო 80-იანი წლები და ფიდელ კასტრო კაი კაცი. 24 დღე დავრჩით ეს ეგზოტიკური მხარე, საოცრად ლამაზი. 24 დღე. და ერთი ვარადეროა თი სოფლის პლაჟი, იქა ვართ პალმის ქვეშ. ესეთი ლამაზი საწოლია სპეციალურად დაწყობილია და დაახლოებით გავიხედეთ და ჩვენი ერთ-ერთი ანსამბლის წევრი იყო ჯემალი მამუკელაშვილი, არაჩვეულებრივი პიროვნება და თან ესე აი აქცენტი ჰქონდა რაღაცა, აი რაღაც კახური აქცენტი ისეთი რო ლაპარაკობდა. ძიმე. ესე იგი თვალები დაღუჭული მაგ და ნუ აი ნებიურო რა წევარ და უცბად დამადგა თავზე. დამადგა და აქ კრუგლიგო ეგრეთ ხელა მეთქი. რაშია საქმე? ავიხედე ჯემალია. რა არის? რაშია? არა და 25. ხო, ოქტომბერი იყო და. ვერე შეც რამრი შელომეთ. კი მეთქი ცხელა, ახლა ესე ცხელა და იანვარში განამეთქი 25 გრადუსზე ნაკლები არ ექნება. რა იყო რაღაცა მეთქი და მაი ღორებლოდი სახოცავენ ახლა. მარილი ხო უნდა მიიღოსო და ანუ სიცივე უნდა და რა ყოფილიყო. სიცივე უნდა. ერე გადმომხედა და
რა მაინცა და მაინც სვამ ადგილზე წახარ, რამდენიც მოხარ, სხვა ადგილები არ არის და მე ვთხარი პაპა ჩემი გიორგი აქ იწვენებდა ხოლმე მეთქი და აბა მეც ხო შვილი იქ უნდა მოვიდე მე. ოხ რა ენა გააკ. დავიცი აბა კიდე ანეკდოტებიც გექნება თქვენ ბატონო გურამ. კახელი მიდის მივლინებაში და ცოლი აფშუკუნდა, ტირილი დაიწყო. აი უხარ რაღაცირებს უთხრა. აი რომ მიდიხარ, კაი ერთ თვეში აქ იქნები რა, დიდი ამბავი. ხო, მაშინ იქნები. შაშანაც ეგრე მითხარი და საღამოთი დამადექი თავზე და შამარცხვინა იმ პატიოსან კაცსა. კარგია. აიგუნა ხო. კარგია. აბა, კახელი იკეთებს ოპერაციას, ექიმო ხო არ მეტკინება უღაც. არა, უღაც გაიგეთებს ანზე. დაგეძინება საერთოდ ვერაფერს გაიგებო. რასაო და ანეცინზე. მე ძვირი ღირსო და კაი სოლიდური თანხა დაუსახელა, ამდენი ღირსო. რასაო მაგდენ ვერ გადავიხდი. მაშინ უფრო შედარებით მსუბუქი ამდენი ღირსო. არა ეგეც. აუ იმდენი, რამდენიც უთხრა, იმდენი ეძვირა. ბოლოს აი ჩემნაირი კაცის ვინაც არ შეიძლება უფასო რა გვაქვს და რა გაქვს და იაო ნანაო. იაო ნანა. კარგია. თოღიგინებს. ო. არომ სარგეს ჩაიხედა და ვა ერთი სახე დაღარულია უკვე გაბუწნული რაღაცა გაწეწილი და ინაღამ თავის სახის თვითონ შეშინა. გადახედა და მძინარე მიხოს გადახედა უყურა და მეტის ღირსი არც ახლა. ეგედაც მეტიზე ისი არ ახალი. კარგია. ახალი მივიდა ექიმთან და რაშია საქმე ექიმმა უთხრა. კაცო მახველებს ამის არის ჯიგარია მოვიღო ძალიან მახველებს კაცო. და მშრალი ხელა გქო და ხელა მშრალი მაქვს ოღონდ ტრუსიკი მაქვს შველი. კარგი ხარ. ახალი გვდება კაცო და ცოლი მივიდა. მომისვინეო ეხლა საცა დავლევ სულსა და უნდა გითხრა რამე და დამიჯერეო რა და გააკეთე ისა რა არისო და აი სამარის პირზე რომ დადგავენ ჩემ კუბოსო მაგრამ ხო ბევრი თაიგულები მექნებაო ხო ხო და მე ვიცი საცა დადგებიან ხოლმე ხო ჩემი ძმაკაცებიო და რო დაინახავ იმათო ერთ თაიგული აიღე და ხელუკუღმა გაკარიო და რა სამოკაცო ეხლა მაგის დროაო და ხო უნდა ვიცოდე ჩემ შემდეგ ვინ მოდის კახელს 4 გოგო ხავ, კაცო და აწუხებენ, ურეკავენ ამ ტელეფონით, მალმალე დაურეკავენ. ნუ შეყონდა რა, შეყონდა ერთხელაც ზარია და დავლო ხელი, ურმილს აიღო და იმან არ დააცადა და შინე ხარ ლიფსიტაო, ლიფსიტა არა, აკვარიუმის პატრონი ვარ მე შენი. ახელი ამობს დიეტაზე ვარო. ერთი თვიაო დიეტაზე ვარო და რაგინაც მოვაი, გძნობ რო ძალიან კარგად ავარო. ერე ძმაკაცი გაიქადა. აი ტყუილად რა თამობ. სულ 1 საათია დაგინახეო რომ 2 ცალი ღვეზელი შეჭამდა. მე 4 მინდოდა უამონდა. ცუდა თელაურია. 4 მინდოდა. ახელმა უთხრა ცოლს. ხო იციო 90% შენზე ვფიქრობ და ის 10% ვიზეო შენზე ოღონდ ჩაცმულზე. კახელი ძვაკაც ურეკავს. ბიჭო, საით ახარ რა არის მე სახში ვარ. გუშინო ის ლუდი რომ მოვიტანე, სუნთელი დავლიეთო კაცო. კი, რას ლაპარაკობ? მე მეგონი არაყიც მივაყოლეთო. კიო 3 ლიტრო არაყი დავლიეთო. და მე რაღაცა მოვიტანეთო, დაბეჭდილი ბოთლით იყო, რაღაც უცნაურიო. რო დავლიეთ, მე გითხრეს რომ რაკეტის საწვავია. ხო, ისიც დავლიეთო და თო კუჩხარ გასულხარ. არაო და არ გახვიდე ტოკიოდან გირეკაო. კარგია. შენიები, გადასარევი. იცი რა მინდა ეხლა თქვა, რაღაცა სიმღერა გაქვს მოტანილი და რაღაცა თითქოს არ არის ისეთი თავის ისტორია აქვს მოკლედ აქვს. კი. რა ხდება რო გითხარ რა. ამ სიმღერას ესეთი ისტორია აქვს. 60-იან წლებში თელავის თეატრში დაიდგა სპექტაკლი ნანა ესეთი. სადაც თამაშობდნენ მაშინ მართლაც ცნობილი მსახიობები თელავის თეატრში და მათ შორის ქალბატონი თინა თემბურბუთაშვილი და დოდიკა ხერტლაძე. და ამ სპექტაკლისთვის სპეციალურად დაიწერა ეს სიმღერა და დარჩა თელავში ეს სიმღერა.
საზღვრებს არ გასცილებია და ეხლა ვიფიქრეთ რომ უკეთესი იქნებოდა ესეთი ორიგინალური მონატრებულ გულიაშვილს ჩაუტანო. ესეთი თეატრ მონატრებულ ოქროები ხართ. კარგით. მე ის გადამჩენია ბიჭებო შემოგივლოთ ჩემი თავი. პირველ რიგში ჯანმრთელობა გისურვო. მადლობა. ძალიან მიხარია მეც ასევე. დანახვა. გულშემატკივრობთ ყოველთვის თქვენ გვერდით მიგულეთ რა შემეძლება რაღაცა კონცერტს თუ დაგეგმავთ რაღაცა ყოველთვის ჩემი გაცემის კარი ღიაა და მადლობა რომ ჩამობრძანდით და დრო გამოგვიყავით ჩვენ და მოდი ჩემო ნიკოლოს დავუთმოთ ახლა ეს პატარა ასე ვთქვათ სცენა და სადაც შევასრულებთ იმ სიმღერას რომელიც მხოლოდ თელავში დარჩა და ახლა გადის საზღვრებგან. ეხლა გადის გადის პირველად რაღაც 25 წლის